ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონო გიორგი, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ბიუჯეტის თემაზე. ეს თემა კვლავ რჩება ძალიან აქტუალურ თემად. ბიუჯეტი გადაგზავნილი არის მერიისთვის და მალე უნდა დააბრუნოს მერიამ და უფრო მეტიც ის თვითონ მერმა უნდა წარმოადგინოს. ესე იგი, მთავარი შენიშვნები, რომელიც ჰქონდა საკრებულოს ბიუჯეტის მიმართ და რას ელოდებით, რა სახით დაბრუნდება ის საკრებულოში? ჩვენ ფიქრობთ, რომ საერთოდ იდეალური ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რომელიც ერთი შემოსვლით მიიღება, ეს უწინ ხდებოდა ხოლმე წინანდელ მთავრობას ჰქონდა ეს მეთოდი დანერგილი, რომ რასაც წარმოადგენდა იმას ერთი ხელისაწევით ხმას აძლევდნენ. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ვიდრე შემოვიდოდა ეს ბიუჯეტი, ჩვენ წინასწარი შეხვედრები ჰქონდა მერთან საბიუჯეტო სამსახურებთანაც, მერის მოადგილესთანაც და ბუნებრივია, რომ იქ მიდიოდა წინასწარი მოლაპარაკებები. რაც შეეხება შემდგომ შემოსულ ბიუჯეტს, ბუნებრივია, რომ აქ ჩაერთო უკვე საკრებულოს სხვა წარმომადგენლობაც და თავისთავად ის ხარვეზები, რომლებიც ამ ბიუჯეტს ახლდა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამიტომ ეს არის რომ არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რომ შემოსული ბიუჯეტი უკან გადაიგზავნა მერიაში, იქ გასწორდება, შეიტანება ის შესწორებები, ის წინადადებები, რომლებიც წარმოადგინეს როგორც ჩვენმა შესაბამისმა კომისიებმა, ასევე დეპუტატებმა, მაჟორიტარებმაც და პროპორციული სიით არჩეულებმაც და ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ აი ამ ურთიერთთანამშრომლობით, რომელიც გაგრძელდება სანამ 10 დეკემბრამდე კიდევ ერთხელ შემოვა უკვე მეორე მოსმენით ეს დოკუმენტი, ქალაქის განვითარების საბიუჯეტო დოკუმენტი, რომ ბევრი რამ გათვალისწინებული იქნება. ბატონო გიორგი, ამ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო წინააღმდეგობა, ვთქვათ, კრიტიკა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე თვითონ უმრავლესობის წრეებშიც, მათაც საკმაოდ ბევრი შენიშვნა ჰქონდათ. ზოგადად საუბარია იმაზე, რომ არ არის დაუშვათ კონკრეტულ პრიორიტეტებზე სწორად ორიენტირებული, რომ იქ გაზრდილი არის, ვთქვათ, სახელმწიფო ფონდი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, იმაზე შედარებით ნაკლები თანხაა გამოყოფილი. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ თვალსაზრისით და მთავარი შენიშვნა, რომელიც თქვენ გქონდათ მაგალითად, რაც აუცილებლად უნდა ჩასწორდეს ამ ბიუჯეტში? კი ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა გამოვყო ის პრიორიტეტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის 2016 წელს. ეს არის ძალიან აქცენტირებული სოციალური თემა, ამავე დროს ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, განათლების კუთხე აუცილებლად მინდა რომ ცნობილი იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის, ეხლა რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რომელიც წარმოვადგინეთ უკვე საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში განსაკუთრებულად ის ავარიული კორპუსები, რომლებიც მძიმე მემკვიდრეობად გვერგო ჩვენ მთელი 20-30 წლის მანძილზე. და თავისთავად მაჟორიტარების, განსაკუთრებით მაჟორიტარების მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ის შესაძლებლობები, ფინანსური შესაძლებლობები, რომლითაც ჩვენ უზრუნველყოფთ აი ამ შენობა ნაგებობების ან გამაგრებას, ან რაღაცა სხვა გზის მონახვას. არის კიდევ ცალკეული საკითხები, რომლებიც აქცენტირებული უნდა იყოს ახალი ბიუჯეტის დამტკიცებისას და რაც შეეხება სახელმწიფო ფონდის გაზრდას. ჩვენ პირადად საკრებულო მაქსიმალურად ვცდილობთ და ეს ასეც იქნება, რომ სახელმწიფო ფონდი უფრო პრემიებზე ლაპარაკობენ ხოლმე და მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულომ თავიდანვე უარი თქვა, მეორე სტომისთანავე უარი თქვა პრემირებაზე, მაგრამ ეს პრემირების არ მიცემა, რა თქმა უნდა, არ შეეღო აპარატის თანამშრომლებს. ასე რომ ჩვენგან არანაირი პრემირება და დანამატი აი ამ კუთხით, პრემირების კუთხით, რა თქმა უნდა, ანუ ამ შემთხვევაში პრემიები არ ჩაანაცვლა დანამატებმა თქვენ შემთხვევაში, საკრებულოს შემთხვევაში. ეხლა მათ განსხვავება არის, პრემია რა არის და დანამატი რა არის. პრემია არის, თქვათ, რაღაცა გამორჩეული მოღვაწეობისათვის, რაღაცა დავალების კარგი შესრულებისათვის გადაცემული ფულადი სახსარი, ხოლო რაც შეეხება დანამატს, ეს არის უკვე ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება და ერთმანეთს ვერ უკავშირდება. ეხლა რატო აიგივებენ, რატო უკავშირებენ ერთმანეთს, ეს უკვე თავიანთი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ვინც ამ საკითხს აყენებს.
თუმცა ის რომ თქვა წინასწარ არის განსაზღვრული რამდენი ზეგანაკვეთური შეიძლება იმუშაოს ადამიანმა თუ რამდენი თქვა დამატებითი სამუშაო შეასრულოს, ახლა ეს რამდენად რეალურია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრო დაუშვათ თანხებში. მოდით ნუ განსაზღვროთ წინასწარ, მე მაგალითად ესეთ რამე შემოგთავაზებდით, რომ თქვა ვინც არის ამით განსაკუთრებით გამოკვეთილად დაინტერესებული, შეუძლია შემოვიდეს დღის მანძილზე, ერთი დღის მანძილზე ნახოს ის შრომის რიტმი, რომელიც საკრებულოში არის და ის თავად დარწმუნდება თუ რატომ ხდება გარკვეულწილად მინიმალურ დანამატზე არის ლაპარაკი, გაცემა, თქვათ, შესაბამისი სამსახურებისათვის. ბატონო გიორგი, როგორც აღნიშნეთ, ბიუჯეტის პროექტი ამჯერად თავად მერმა უნდა წარმოადგინოს, მანამდეც იყო მოთხოვნა, რომ მერი მოსულიყო საკრებულოში და ქონოდა შეხვედრა და გაეცა საკრებულოს წევრებისთვის პასუხი. მოკლედ, აი მთავარი კითხვები, რომელიც ამ შემთხვევაში ახლა დაისმება მერის მისამართით, რა იქნება? ეს რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილ პროექტს მოყვება, იმიტომ რომ ჩვენ დასაწყისშიც ათქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მოთხოვნების უმრავლესობას გულისხმობ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლოგიკასთან რაც არის დაკავშირებული, ის უნდა გავითვალისწინოთ, აი ეს ყველაფერი მხედველობაში იქნება მიღებული. დანარჩენი კითხვებიც, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ 10 დეკემბრის შემდგომ გაჩნდება, იმიტომ რომ 10 დეკემბერს ეს შემოვა, შემდგომ რაღაცა გარკვეული ფაზა იქნება, გარკვეული პერიოდი, როდესაც ჩვენ უკვე ჩავიხედებით, შესაბამისი კომისიები თავიანთ აქცენტებს გამოყოფენ აი ამ ახალი წარმოდგენილი პროექტიდან და იმის შემდეგ გაგვიჩნდება ის კითხვები, რომელიც რა თქმა უნდა, საკრებულოს ხდომაზე ის საჯარო არის და ღია არის ყველასათვის და ყველა მოისმენს თუ რა კითხვა გაუჩნდა უმრავლესობას. რამდენად სწორად არის ამჯერად აი ამ 2016 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული პრიორიტეტები? მართალია, ქალაქში ბევრი პრობლემაა, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, 10 წლეულების განმავლობაში დაგროვდა იქნება ეს ავარიული სახლები, კორპუსები, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკები, გზების პრობლემა, კომუნიკაციების პრობლემა. რამდენად სწორად არის განსაზღვრული? გასაგებია, რომ თქვათ, ამას არ ეყოფა რაღაც ძალიან დიდი ბიუჯეტიც, მაგრამ ეტაპობრივად დაიწყოს დაუშვათ რაღაც ერთი კონკრეტული სეგმენტის მოგვარება, ამ თვალსაზრისით რამდენად სწორად არის ეს დაგეგმილი? მოდით ასე შევაფასებდი მე, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ძირითადად, ასე ვიტყოდი, წახდენილი საქმეების გამოსწორებას და თუ შეიძლება ასე ითქვას, რუტინას მიეძღვნა. ეს იქნებოდა წახდენილი ვის მიერ? მოდით შევაფასებდი მე, რომ ძალიან ბევრი რამის გამოსწორება გვიხდებოდა ჩვენ. ძალიან ბევრი საკითხი იყო დაგროვებული, თუნდაც აი იგივე ბიუჯეტის მხრივ, იგივე ფინანსური დოკუმენტაციის მხრივ, რომელთაც ჩახედვა უნდა და შესწავლა უნდა და ასე ვთქვათ, სწორი გეზის ამოხსნა. მე ვფიქრობ, რომ 2016 წელი ზუსტად მაგ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი, რომ 2015 წელი, რომელიც მეტნაკლებად პროგრამული იყო, 2016 წელი კიდევ უფრო მიახლოებული იქნება პროგრამულთან და ის რუტინა, რომელიც ჩვენ 2015 წელს, ასე ვთქვათ, ვასრულებდით იმ რუტინას, ეხლა იქნება უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერიოდი, ეს ერთი წელი და ამას თვალნათლივ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ეს უპირველეს რიგში შეეხება, ვთქვათ, იმავე ახალი ვაგერ პუშკინის ქუჩას გადავყურებთ, პუშკინის ქუჩის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, ეს ერთი მხარე აუცილებლად იქნება მოწესრიგებული უკვე ივლისის თვეში, ამასაც დაინახავს ჩვენი მოსახლეობა ავტოპარკის სამგზავრო პარკის განახლების საქმეშიც გამოჩნდება ეს და აგრეთვე იმ კორპუსების გამაგრებაში, რომლებიც იმ მდგომარეობაში არიან და ექვემდებარებიან ასე ვთქვათ, გამაგრებას. რაც შეეხება დემონტაჟს ამ ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების, რომლებიც დიდი ხანია უკვე ამორტიზებულია, დიდი ხანია გაუვიდა ამათ ექსპლუატაციის ვადა. ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ესენი აუცილებლად მოახდენდნენ ამ შენობების დემონტაჟს, ინვესტორის შემოყვანას და ადამიანების დაკმაყოფილებას უკეთესი საცხოვრებელი პირობებით, უფრო საიმედო საცხოვრებელი პირობებით. რა ვითარება ამ თვალსაზრისით? თუ არის რამე განსაზღვრული ამ ბიუჯეტში? მე გეტყვით კონკრეტულად ამ შემთხვევაში რაზე მიდის კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროექცირებული მუშაობა, ეს გახლავთ დავით აღმაშენებლის ქუჩის გაგრძელება, რომ ბოლომდე იქნეს მიყვანილი და ზუსტად იქ არის ის შენობა ნაგებობები, რომლებიც უნდა გამაგრდეს.
ნაწილი გამაგრდება, ნაწილი დაიშლება და ახალი აშენდება. ძველი თბილისი ასე ვთქვათ. თბილისი რა შევინარჩუნო და მეორე არის აგრეთვე ჩაფიქრებული ვისთანაც მიდის ინვესტორი ახსენეთ თქვენ მოლაპარაკება ეს არის რომ ფიროსმანი რაღაცნაირად ძველი თბილისის კოლორიტში მოვაქციოთ. ანუ პირობითად საკრებულომ ამას დაარქვა შარდენიზაცია, რომ აი შარდენისნაირი ქუჩები რაც შეიძლება უფრო მრავლად იყოს თბილისში. ანუ ამას ექნება კომერციული დატვირთვაც. არა მხოლოდ კომერციული დატვირთვა, ეს იქნება როგორც ფინანსურად ქალაქს მოგებას მოუტანს. ეს იქნება დასაქმების კუთხის მოგვარებაც, თავად მოსახლეობა თავის შესაძლებლობებსაც ეზოში იქნება თუ თქვა გარეთ იქნება გამოიყენებს ამას და ასე რომ ეს ძალიან მრავალმხრივი პროექტი იქნება. ამ შემთხვევაში აქ ინვესტორი ერთვება? აუცილებლად ინვესტორი, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩაერთვება ქალაქის მუნიციპალიტეტის თავისი ფინანსური რესურსებით და თავად მოსახლეობაც იქნება მასში, ასე ვთქვათ, ჩართული. ანუ ეს პროექტი განსაზღვრულია, ეს თემა განსაზღვრულია ამ ბიუჯეტში 2016 წელს. ბიუჯეტში ვერ გეტყვით, ეს ზოგადად იქნება განსაზღვრული, ეს ვერ იქნება ასე, რომ ვთქვათ, ფიროსმანის ქუჩა, მაგრამ რაც შეეხება იმ აღმაშენებელს, რომელიც პირველი დავასახელი, ის თბილისის განვითარების ფონდში იქნება განსაზღვრული. ეხლა რაც შეეხება იმ ყბადაღებულ ხრუშოვკების თემას, აქაც რა თქმა უნდა მასშტაბური პროექტი უნდა განხორციელდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ვაჟა-ფშაველას ხრუშოვკებს, არის 8 სართულიანი სახლები სამგორის მხარეს, ისნის მხარეს, რომლებიც პრაქტიკულად გამაგრებას არ ექვემდებარებიან, აზრი არ აქვს იმათ გამაგრებას, იმიტომ რომ ისეთი გადახრებია იქ, რომ მოკლედ არქიტექტურულად მათი გამოსწორება შეუძლებელია და ეს არის კიდე დიღმის მხარეს არის კიდე ასეთი ნაწილი შენობების. ასე რომ ჩვენი მუშაობა ზუსტად მაგითკენ წარიმართება, რომ ძალიან სერიოზული ინვესტორი შემოვიყვანოთ, ჩავთოთ ამ პროცესში და თბილისი რაღაცნაირად შედარებით ამოისუნთქებს, ვიდრე აქამდე იყო. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას თავად ქალაქში და რაც შეეხება ასევე გზების საცობებს გზებზე და საცობებისგან ქალაქის განტვირთვის თემას. ამ ხრივ თქვათ რა იგეგმება ახალ ბიუჯეტში? მე ვიტყოდი, რომ ეს რა თქმა უნდა ყველა დიდი ქალაქის, ყველა მეგაპოლისის ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის და მათ შორის რა თქმა უნდა თბილისისაც. აქ ძალიან ბევრი კომპონენტი არის გასათვალისწინებელი, იგივე თქვათ წესიერ ნორმალური თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტრანსპორტის შემოყვანა და უმატებდი ამას აი ამ საცობების შექმნას აგრეთვე მოუწესრიგებელ მოძრაობას და მათ შორის თქვათ მარშრუტკები, რომლებიც თბილისის უკვე ანომალიად იქცა, თუმცა ამ მარშრუტკების უკან იმდენი ოჯახი დგას, რომ ესე ხელაღებით და გადაწყვეტილად ამ საკითხის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ალბათ ამ სამარშრუტო ტაქსებს თუ ამოიღებენ, ავტობუსით უნდა ჩანაცვლდეს, იმიტომ რომ ასეთ მოძრაობას ქალაქისას არის აი ძალიან ბევრი ისეთი საკითხი არის. თუმცა, იგეგმება ისეთი თქვათ, წეგან მასშტაბური სამუშაოები ვახსენებ, თქვათ ისეთი მასშტაბური სამუშაო იმ წელს, როგორიც არის, თქვათ, კრწანისის შინდისის გზის დამაკავშირებელი, აი ეს მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალური უბნების, მთაწმინდა სოლოლაკის, აქეთ ორთაჭალის მხარის, ასე ვთქვათ, მოძრაობას. თუმცა აი ამ გზის მშენებლობას შეეწირა ტყის მნიშვნელოვანი საბარი, საკმაოდ ჯანსაღი ხეები, მრავალწლოვანი ხეები და აი ეს ასევე ბადაღებული თემა ქალაქის გამწვანების, იგივე მილიონი ხე ჯერჯერობით რაღაცა ეს რეალურ დარგულ ხეებს მართალი რო გითხრათ ვერ ვხედავთ და რა მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქალაქის ფილტვები დღითიდღე მცირდება ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება და ჟანგბადი არა აქვს. მე ვერ დაგეთანხმებით ერთ რამეში, რომ არაფერი არ ირგვება, იმიტომ რომ მე თავად დაახლოებით 10 აქციაში მაინც ამაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც მერიის ინიციატივით გაიმართა და ასევე საკრებულოს ინიციატივით. ასე რომ ამას ყველაფერს დაინახავს. თუმცა იმ ხეების, დარგული ხეების მოვლა პატრონობა ეს არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე თქვათ რაღაცა ნერგს რო ჩარგა. იმიტომ რომ იმას მინიმუმ 3 წელი უნდა მოვლა, გასხლა, მორწვა და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ჩვენ დავინახავთ. ეს მილიონი ხის დარგვაც, ეგრეთ წოდებული, როგორც თქვენ აბრძანეთ, რომ ესეთი გახმაურებული თემა, ეს არ არის განუხორციელებელი რამ. ეს აუცილებლად შესრულდება თბილისის მერის პირობისამებრ, რომელშიც ერთმანეთს მუნიციპალიტეტი ორივე ერთმანეთს უდგავართ საკრებულოს და მერიაც ერთმანეთს მხარში. ეხლა რაც შეეხება გაჩეხვას, საერთოდ როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, მნიშვნელოვანი ნაგებობა უნდა აშენდეს ან რაღაცა მნიშვნელოვანი გზა მაგისტრალი გაიყვანოს, იქ ყოველთვის ხდება ესეთი პროცესები არის. ეს ისტორიულად ასე იყო საუკუნეების მანძილზე, რომ რაღაცა უნდა
ასე ვთქვათ, შეწირვოდა ძალიან დიდი საქმის განხორციელებას და ამ შემთხვევაში მე ასე ვიტყოდი, რომ ვთქვათ, თუ გაიჩეხება ის 400 ძირი ხე, მე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ხე უნდა დაირგოს და ეს ასეც მოხდება. ეს იქნება მე ესეთი წარმოდგენა მაქვს და ვისაც ის პროექტი უნახავს, ერთ-ერთი ულამაზესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის დაბალ ნაწილს დააკავშირებს ზემოთა ნაწილთან. დიახ, ახლა გზები ძალიან მნიშვნელოვანია და ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ქალაქის თუ ქვეყნის პერსპექტივისთვის. თუმცა ქალაქს ასევე სჭირდება რეკრეაციული ზონები, ხო? მე ხა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი რეკრეაციული ზონებია და იგივე ტურისტული თვალსაზრისით ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს სასიცოცხლოდ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში თბილისში ვთქვათ, რა ადგილებში იგეგმება ამ რეკრეაციული ზონების განვითარება და აი ამ ხეების დარგვა, რასაც თქვენ ბრძანებთ. კი ბატონო. მე რამდენიმე ადგილს გამოვყოფდი, რომ მოსახლეობისთვის იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო. ეს არის დენდროლოგიური პარკი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შენდება და იქვე არის დაგეგმილი როგორც მოსახლეობა მიცის თბილისის ზოოპარკის გადატანა და ბუნებრივია რომ იქაც ტყის საფარი გაშენდება ეს ერთი მხარე მეორე მახათას მთაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უკვე დამტკიცდა ეს რომ პანთეონი უნდა გაკეთდეს მახათას მთას მონასტრის მიმდებარედ იქაც აუცილებლად ესეთი ნარგავები იქნება გათვალისწინებული და ამავე დროს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საინტერესო პროექტი იქნება და ამის განხილვას ალბათ გენერალურ გეგმაში ჩვენ ავსახავთ უფრო ზუსტად ის წარმომადგენლობა რომელიც მუშაობს არქიტექტორთა ურბანისტთა ეკოლოგთა ჯგუფი და ეს იქნება ვარაზის უკაცრავად ვერეს ხეობაში რომელიც როგორც იცით აემსტიქია ძალიან დაასარალა და ბუნებრივია რომ იქ სხვა სახის გაშენიანება თბილისისა წარმოუდგენელიც იქნება ზუსტად ის უნდა იყოს თბილისის ერთ-ერთი ფილტვი ზუსტად იქ უნდა შეიქმნას. აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ რომ ესე იგი ქალაქში ეს დარჩენილი რაღაცა მწვანე ადგილები გამოცხადდეს ხელშეუხებლად, რამდენად რეალურია ეს არის იდეის დონეზე თუ თქვათ ეს საკანონმდებლო დონეზე გამყარდება და უკვე შეუძლებელი იქნება ქალაქში ამ მწვანე ადგილების ხელისხლება, რაც კიდეც მნიშვნელოვანი იყოს თუნდაც დავუშვათ რაღაც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კი ბატონო, ფაქტობრივად ზუსტად მაგი იქნება გენერალური გეგმა, რომელიც შეიქმნება თბილისისთვის, ეს იქნება ფაქტიურად თბილისის კონსტიტუცია. აი ზუსტად მაგ კუთხით, განაშენიანების კუთხით. და რამდენ ხანში ესე იგი წელიწად ნახევარში შეიძლება იდოს ეს დოკუმენტი? ეს არის 18 თვიანი, დიახ, წელიწად ნახევრიანი არის და ეს დოკუმენტი უკვე გვექნება ხელთ. ასე რომ არამც თუ ესე ფიგურალურად რო ვთქვა, არამც თუ ვინმე მოჭრის ხეს, არამედ დარგვითაც ვერ დარგავს იმ ნებართვის გარშემო. ეს შეეხება მხოლოდ დაუშვათ აი ამ მწვანე საფარს თუ ლაპარაკი არის იგივე მშენებლობებზე, ძველუბანში მშენებლობებზე, იმიტომ რომ ბევრი პროექტია, რომელიც ასევე საკმაოდ წინააღმდეგობრივია. მშენებლობის პრობლემა თბილისში ფაქტობრივად მხოლოდ რამდენიმე რაიონში არის შექმნილი. ეს არის ვერა, საბურთალო, ვაკე, თქვათ ჩუღურეთი მე რა თქმა უნდა ძველები მას არ გულისხმობ დიდუბის ნაწილი, მაგრამ ის რაც ვთქვათ თბილისს უფრო გაშლის და განტვირთავს აი ამ ძალიან დიდი თავმოყრისაგან ბუნებრივია რომ იქ სხვა ხედვა იქ უფრო სხვა ხედვა იქნება. ქალაქი ვითარდება ვთქვათ იმავე ლისის ტბის მხარესაც, თბილისის ზღვის მხარესაც და შინდისის მხარესაც. ეხლა მიდის ნუ ძალიან ისეთი სასიხარულოა ჩვენი დედაქალაქისთვის, საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასე აქტიური მშენებლობები მიდის. ბუნებრივია რომ აი ეს გაშლა ქალაქისა გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს ტრანსპორტის გადაადგილებაში. ამიტომ ეს კრწანისის შინდისის დამაკავშირებელი გზა აი ამ ქალაქის გაშლასაც შეუწყობს ხელს ერთი მხრივ და ტრანსპორტის განტვირთვასაც, ტრანსპორტის თავმოყრისაგან და ხერგილების გაკეთებისაგანაც ასე ვთქვათ, რაღაცნაირ შეღავაც მისცემს. რა პროექტებია კიდევ რა არის დაგეგმილი რომ განიტვირთოს ქალაქში მოძრაობა, იმიტომ რომ საცობების თემა არის ძალიან მტკინეული და დღითი დღე უფრო მწვავე ხდება. ეს თითქმის შეუძლებელი არის გარკვეულ საათებში გადაადგილება ქალაქში და პიკის საათი თითქოს არ მთავრდება, დილიდან იწყება და გვიანობამდე პიკის საათია სულ ქალაქში. მე ახლა გეტყვით რომ თქვათ იგივე შეღავაც ეს კრწანისის შინდისის გარდა მისცემს, რა თქმა უნდა ეს პუშკინის ქუჩის ეს მცირე ესტაკადის გაკეთება, ამავე დროს დაგეგმილია 26 მაისის მოედნიდან დაწყებული სანაპირომდე, იქაც გარკვეული ასე ვთქვათ გაფართოება იგეგმება გზისა. ეხლა ჩემი ასე ვთქვათ გულიზრახვაც შემიძლია ამ შემთხვევაში გამოვხატო, რომ
თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები რო ცალმხრივი გახდეს. მაგრამ ამას აუცილებლად დასჭირდება მომავალში, ეს 2016 წლის ბიუჯეტში ჯერჯერობით ვერ აისახება, რომ ვაგზალი იქნეს გადატანილი დიდუბეში და ის მონაკვეთი, რომელიც შემდგომ შეიძლება რომ ინფრასტრუქტურულად ზუსტად სატრანსპორტო თვალსაზრისით განვითარდეს, მოგცემს მაგის საშუალებას, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შესაბამისად ცალმხრივი გახდეს და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოძრაობას. მით უფრო, როდესაც ასე ვთქვათ, არა სამგზავრო, არამედ ეს გადამზიდი მატარებლის ვაგონები უკვე თბილისის გარშემო შემოვიდნენ. ანუ ნაწილობრივ გადაიტანონ დარჩეს ვაგზალზეც. იმიტომ ცენტრალური ასე ვთქვათ, უბანი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რომ სამგზავრო მატარებელი შემოდიოდეს. ეს ყველა დიდ ქალაქში ასე არის. ის არ შეიძლება, რომ ქალაქგარეთ იყოს სამგზავრო მატარებლის გატანა ქალაქგარეთ არ შეიძლება. ეს პროექტი როდის შეიძლება განხორციელდეს? იცით, ამაზეც მიდის ინტენსიური მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს გენერალური გეგმა როდესაც დასრულდება, იქ უკვე წარმოდგენილი იქნება. რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს, პანორამა თბილის, რამდენად ბოლომდე შესწავლილია ის საფრთხეები, რომელზეც ამ თემის ოპონენტები საუბრობენ და რამდენად გაუძლებს აი ეს ადგილი გეოგრაფიულად, ეკოლოგიურად იმ დატვირთვას. გასაგებია, რომ ეს არის თქვათ ქალაქის მომავალზე გაცვლილი პროექტი, რომელმაც ეს არის ინვესტიცია, რომელმაც ასევე უნდა მოიზიდოს ტურისტი, მოიზიდოს თქვათ თანხები ქალაქში, მაგრამ არსებობს გარკვეული ეკოლოგიური საფრთხეებიც. ვიცით, ჩვენ ქონდა საკრებულოში პანორამა თბილისის საკითხის განხილვა და საკმაოდ ისე იყო, მრავალფეროვნად იყვნენ წარმოდგენილები. არქიტექტორთა წრიდანაც, ეკოლოგების, ურბანისტების წრიდან და სხვაები ძალიან ისეთი ფართო საზოგადოება იყო წარმოდგენილი. მე ძალიან ბევრი არგუმენტირებული კითხვა მოვისმინე, მაგრამ მოვისმინე ძალიან ბევრი არგუმენტირებული პასუხი პროფესიონალთა მხრიდან. ძალიან ცნობილი არქიტექტორების მხრიდან, ძალიან ცნობილი ურბანისტების მხრიდან, ძალიან ცნობილი ეკოლოგების მხრიდან. ხოლო თქვათ ოპონენტთა მხრიდან მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ აჟიტირებული და აღტკინებული საუბარი დაგვექცა ქვეყანა და დაიღუპა ეს ქალაქი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი პანორამა თბილისი პრაქტიკულად არამხოლოდ ინვესტიციის, არამხოლოდ დასაქმების, არამხოლოდ თქვათ თბილისის თუ შეიძლება ასე ითქვას რეგიონალური ცენტრის ქცევის საყრდენს წარმოადგენს, არამედ გახლავთ ის პროექტი, რომელიც თბილისს უკვე პრაქტიკულად 60 წელია არ შემოუთავაზებიათ თბილისისთვის. პრაქტიკულად რაც გაკეთდა ამ 60 წლის წინათ მეტროს გაყვანით, აი იმის შემდგომ ესეთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება იქ რაღაცა ხეც მოიჭრას, რაღაცა ისაკრა, მაგრამ ეს არანაირად არ აზიანებს არც თბილისის ეკოლოგიის სისტემას, არც გამწვანებას, იმიტომ რომ დაგეგმილი არის რაღაც მე მგონი 30,000-მდე ნარგავი უნდა დაირგას და ეს ყველაფერი იქნება გამწვანებული და ისე იქნება წარმოდგენილი თბილისისათვის, როგორც ეს ჩვენ დედაქალაქს შეეფერება. ხომ არ იყო შესაძლებელი დაუშვათ, რომ ეს პროექტი, რომელიც თავისთავად კარგი პროექტია, განხორციელებული იყო ქალაქის სხვა ნაწილში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ქალაქი განვითარდეს, გაიშალოს და არ იყოს ყველაფერი ამ ცენტრში თავმოყრილი, იმიტომ რომ აქ არის პრობლემა, თქვათ, ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და აი ეს ძველი თბილისი, სადაც ეს ძველი კოლორიტია თავმოყრილი ყოფილიყო, შენახული დაუშვათ დაკონსერვებული ამ ისტორიული სახით და ეს თანამედროვე ახალი პროექტი განვითარებული იყო სხვაგან და უფრო თქვათ უკეთესი ყოფილიყო ქალაქი. ორ ნაწილად გაგცემთ პასუხს. თბილისი პანორამა არანაირად არ არღვევს იმ ხეთს, თუ გნებავთ თუ ესე დავარქმევთ, იმიტომ რომ ვისაც უნახავს ეს პროექტი, პრაქტიკულად ის არ აჩანს. მხოლოდ რამდენიმე ორი სართული გამოჩნდება. ეს ერთი მხარე, მეორე მხარე გახლავთ ის, რომ თბილისი ვითარდება, თქვენ რო ნახოთ ახლა თბილისის განვითარების რა ინვესტიციები შემოდის თბილისის ზღვის განვითარების ინვესტიციები, თქვენ დამეთანხმებოთ იმაში, რომ თბილისი სხვადასხვა კუთხით ვითარდება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები არის დაგეგმილი აგრეთვე თბილისის ზღვის მიმდებარე მხარეს, ეს ვაზის უბნის დასასრულს, სადაც ეგრეთ წოდებული ხუანლიკის ქალაქი გაშენდა და შედიან ჩვენი იზოლებით გადაადგილებული პირები. აი ესეთი მსგავსი განვითარების გეგმები თბილისში რომ გაიშალოს, ესეთი ძალიან ბევრი არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება კომუნიკაციებს ქალაქში და იგივე ვთქვათ ხვადაღებული ტუალეტების თემას. ამ შემთხვევაში, ესე იგი, რამდენად ადეკვატურია ეს თანხა, რაც არის ჩადებული, რამდენად აუცილებელი და სასტრაფო იყო ეს და საერთოდ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქში ეს კომუნიკაციები და თუნდაც იგივე სველი წერტილები, რაც რეალურად არ არის ქალაქში ფაქტობრივად. გულახდილად რომ ვთქვათ. კი ბატონო და ჩვენ წუხართ ხოლმე ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ სტუმრებს, ტურისტებს არაერთხელ გამოუხატავთ თავიანთი წუხილი და ბუნებრივია რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. იცით რა არის თავისთავად იგულისხმება რომ ისეთ ადგილებში, სადაც ვთქვათ, ნაკლებია ტერიტორია, ნაკლებია ადგილი, იქ უფრო მეტი დაჯდება მისი მშენებლობაც, თუ უკვე მუნიციპალური საკუთრება არ არის. თუ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო იაფად, მაგრამ როგორ ვისაუქნათ, შევხედოთ ახლა ამ იმით 100,000 ლარი არის, როგორც ცნობილი არის, ორ ტუალეტზე გამოყოფილი. ბუნებრივია, რომ ეს ანუ ქალაქის ორ წერტილზე ალბათ. ორ წერტილზე ალბათ. ჯერჯერობით ესე თქვა, ლოკალიზაცია კონკრეტიკა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება, სადაც ყველაზე უფრო მეტი თავმოყრა ხდება სტუმრების და საერთოდ ტურისტების ამ კუთხით. ახლა რაც შეეხება იმ ჯებირებს ეგრეთ წოდებულს, ეს მთელ თბილისს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მე მინდა გითხრათ, რომ უბედური შემთხვევების 37% ავტოსაგზაო შემთხვევების მოდის ფეხით მოსიარულეებს. ამიტომ ადრე თუ გვიან ამას ჩვენ უნდა მივხედოთ. არ შეიძლება რომ ესე უწესრიგოთ რაღაც გაუაზრებლათაც კი დავარქმევდი, იმიტომ რომ პირდაპირ მიწისქვეშა გადასასვლელი ზემოთ გადადის მოსახლეობა. რაღაცით უნდა ჩვენ ეს შევზღუდოთ. თუმცა რაღაცა გაურკვევლობაა, გარკვეული ვთქვათ, კითხვის ნიშნები ყველას შეიძლება გაუჩნდეს ესთეტიკურად ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამიტომ ეს მოგვარებადი პრობლემაა. დიახ, მაგრამ ვთქვათ, ეს იყო ის პრიორიტეტი, აი პირველი რიგის ამოცანა, რაც ახლა უნდა ჩადებულიყო დაუშვათ ქალაქის განვითარებაში. თუ სხვა უფრო მწვავე პრობლემები არსებობს, რომელიც ჯერ ის უნდა გადაჭრილიყო და შემდეგ ეს. თუ ვთქვათ, იძლევა ბიუჯეტი იმის საშუალებას, რომ ის პრობლემას მოგვარდეს და ესეც. იცით რა, ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცით. ეს მილიონი ლარი არ ეყოფა, რა თქმა უნდა, რომ მთელი თბილისი ისე განვავითაროთ ჩვენ და ისეთი ესთეტიკური იერი მივცეთ, რომ მოსახლეობაც არ გადადიოდეს და ამავე დროს კიდე შესახედავიც იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 37% უბედური შემთხვევებისა აი ესე უწესრიგოდ მოსახლეობის მოძრაობის გამო ხდება. ამიტომ რაღაცით უნდა დავიწყოთ. ანუ ეს არის ოპტიმალური ბიუჯეტი, სადაც პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და დაუშვათ თანხები სწორად არის გადანაწილებული. მოდით ესე ვთქვათ, მე დავუბრუნდები წინა მასში დასმულ კითხვას, ერთ-ერთ თქვენს კითხვას და ასე ვიტყოდი, რომ ჩვენ ჩავხედავთ ბიუჯეტს და თუ ესეთი ვთქვათ ძალიან გაუსაზღლისი ვითარება იქნება, რა თქმა უნდა, დავსვამთ საკითხს, რომ გავანებოთ ამას თავი და ის 1 მილიონი მოვახმაროთ სხვა რამეს. თუმცა ადამიანის სიცოცხლე მე არ მიმაჩნია რაღაც მეორე ხარისხოვნად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის.